აქ ეხლა რომ დაიწყება და მოვა ძმებო რა. ოპა! Bravo! ლევანჩიკ, ბრავო! ახალი წელი მოვაწყეთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ბატონი, როგორი განწყობა არის, მითხარი ამინდიდან გამომდინარე. ამინდი გადასარევია მგავს, სიმართლე გითხრა მოღრუბლული იყოს, უფრო მესიამოვნებოდა, კი, ნამდვილად უფრო მესიამოვნებოდა. ნადირობა ხო არის სიამოვნება. ეხლა დავიჯერო არქ სიამოვნებს შენ. აი ესე დამინჩი რაღა დაგიმალო და ეხლა ბასეინზე რო ვიყო საგურამოში მგზავრებში მაგალითად. კარის დახურვაზე შვენიერი იქნებოდა. სულ გულავზე არის. ნუ მოკლედ ჩემო მეგობრებო, დარჩით ჩვენთან, აქ ძალიან მაგარ ნადირობას შემოგთავაზებთ. აბა, წარმატებული ნადირობა. აბა წავიდა. ტრედს ვხედავ. კი. აი სვანურ კოშკს ჩაუფრინეს უკნიდან, ეხლა და შემოდიან ალბათ უკნიდან. ან იფრენენ აქეთ-იქით გადავლენ, გადმოვლენ, მოვლენ. გოგა რა იარაღით ნადირობ დღეს? მე ნადირობ სტოგერით M3000. კომპლირებულით ახალი იარაღი არის, მაგრამ უკვე მოინათლა მწყერზე. ძალიან კარგი. დაბადების დღეზე მაჩუქეს ჩემო. ვიზარდით. და ვნახოთ ერთი როგორ მოიქცევა ეს ტოპი აქ. გადასარევად მოიქცევა, კარგ ხელს უჭირავს როგორც ამბობენ. ნახოთ. ალში ნუ ეს ეცადე წყალში არ ესროლო, ხო? გაჩამორდა. ხო. კი, კერე, შენია, ხო. სადაგდია, დავით, აი რა სადაგდია? კი. არის ძალიან ცუდი. დავხრიტე, დავსაჯეთ, ხო? მაღლა იყო ძმაო, აქ მოდის 15 მეტრზე და რატო ვესროლო და ტყუები რატო გავაფუჭო? ანუ აქ ეხა რომ დაიწყება და მოვა ძმებო რა. შემოდის. ბიჭო, დაგეყოლებინათ, თო? ბიჭებო, სამიცალი. აი შემოდის ბიჭებო. ასროლინე ხა ბიჭებს. თქვენზე მოდის პირდაპირ, ამიტომ ესროლეთ. ბევრიზადება ხონდა ხოლმე ეს შემოვა. ეგარი მოხდა. ამას მოხდა. აჰა, დავარდა კიდეც. თქვენცი ბიჭები. წყალში ნუ აესვით, წყალში. აუ, ათრობრებს ნუ ესვით, თორე ცოდოები არიან. შეხედე ძმა. ბიჭო, მოუშვი, აი მოდის თქვენსკენ და ერთმანეთს ასწრებთ, თო? მოუშვით, იმინა შემოდის და ორი წამი დააცადეთ და იქნება თქვენ თავზე. არ შემოდიან ჯერ წრეს არ ყავენ, აი ამოვიდნენ. არა, უკან გაბრუნდნენ. კიდე არის. კი, კაცო, ხა მოვა. როგორი დავთვის. ოპა, მარლენ, ძალიან კარგი ხარ. ხედავ როგორ დაფრინე ამს. იქაც დასაჯდომი აქვს, ხედავ. დაიცადე. დავай. ოპა, მარლენ, მაგარი გასაღოლ, ძმაო, მაგარი დუბლი იყო. დაამატეთ. არ უნდა. აგიტო გავატარე. თორე მე შემენუცრა. ერთი კიდე მარლენ. არ გავატარებ გოხარე. დაჯებუს. მარლენ. მარცხნივ მარლენ. გასაღოლ. არა ამ ბიჭებმა ისროლო. დავით ისორი რომ მოდიოდა, მაგრა გამოვუხდი რა, მე შემელოს როლა. ფეზე მოდიოდა თავზე პირდაპირ. კი ბატონო.
არა, თან ცუდი ნახე რა არის, აქ მიდის ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ საიდან შემოვიდა, როგორ შემოვიდა, ვისი სასროლი იყო. არა უშავს. ცოტას ავაცილებთ, ცოტას გავუშვებთ, რაც თავარია, მტრედი კარგი რაოდენობით არის, ამიტომ არ ვღელავთ საერთოდ. ოჩაღ მარლე. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი, რაც ამდე ყველა სხვა ნადირობას ახლავს, არის ის, რომ ბიჭები ერთმანეთში მსჯელობენ, გასროლა ადრე იყო, გვიანე იყო, ღირდა არ ღირდა. ძალიან მაგარი მომენტი არის ეგ. ოპა! დიდი გამოვა. მარლენ, სანამ ტრედს ველოდებით, ყავა ხო არ გესიამოვნება. რა, ყავა ბიჭო ამ სიცხეში ხوار გადაირია. არა, მარლენ, აქ მოიცა. სივყავაზე მაქვს საუბარი. მოიცა ჯერ ეს მოვინადირო და მე ცივი ყავა დამალევინე თუ მინდა. შორია. კი, ხედავ. აი, წინ შემოდის. ხედავ, მარაწყლის თავზე არის ჯერ. მიდი. კარგი იყო. საწოდავია. ნამდვილად შენი იყო ძმაო აცის. გოგა, როგორ იყო ყავაზე ლაპარაკი? სივყავაზე. ცივი აი ამ ყავა სიცხეში. გაყინით. სასაული. ის მაინც მკითხე ან საიდან მაგ არ აღარ გეკითხები. ან აღნიშნე რაღაცა. არ გეკითხები რატო იცი შენ ის იმ გამოცდილების კაცი ხარ რომ ეჭვი არ მეპარება რომ გექნება მიდი დაასხი დაუშვი მოვა ეხა ჩემი მარლენი მოვიტანს მის მონადირებულ გარეულ მტრედს და მიიღებს ჯილდოთ ცივ ყავას ნაყინით მარლენ მოდი თორე გათვა ცივი ყავა ბიჭო შენ ის მითხარი მოდი აი სამეთარი შემოდის შიგნით სანამ მე და მარლენი ყავის მასში ვართ გართულები თქვენ შეგიძლიათ ინადიროთ აბატონო ჩემო მიირთვით შეგენაცვალე თქვენის ნებართვით მეც დავლევ ერთ იქას კარგად შემოდიან ბიჭებო ადრე არ ვესვით მე საერთოდ არ ვესვი აუ ბიჭო ცივი რა კაია ჩამოჭ სალამი არა და ხშირად დავდივართ და წლებია. კი. შენის როდი ქვემოთ? მე არ მისვი. გოგა გენაცა პასუხს გიბრუნებთ. გაუმელის გიორგი მფრია, ხარძიანი. გაიხარე შემოგვივლე, ძალიან სასიამოვნო. ეს ბაბუა ჩემი სიჟია სხვათა შორის თქვენთვის მინდო და ალე რომ მეჩვენებინა. ხო და შეგიძლია ეხა გვაჩვენო. ზუსტად ის დროა. ახე რა ძველია. იჟი ბიჭო ცალპირა. გადახსენი? ახე. საკმაოდ ნორმალურ მდგომარეობაში არის ძმა. მდგომარეობაში ეხება ხოლმე ბაბუა. საკმაოდ ნორმალურ ეხა აქედან ეს შანსი არ არის რომ დავინახოთ, მაგრამ საკმაოდ ჩემი ძველი მონადირეა. გოგა გამომართვი ერთი ესა. აღარ გინდა? არა, მოვინადირო ერთი მინდა რა. გაიცადე. ეს რა არც კი სხვა. მაგას არა, მაგრამ მე მომხდაგე რა. აქ ეხლა ძიმა მოვა და მოვა ძმაო, არ გაჩერდება ეს სადღაც საღამოს 5 საათამდე რა. მოიმატებს და მოიმატებს. მადლობა. შემოდიან მაგრამ შენია ეგენი. აცადე. თავზე, აქეთ მარჯვენა მხარეს. აცადე. აუ, ესე იგი ახალი წელი მოვაწყეთ. მე ერთი ვისროლე, ერთი ჩამოვიღე. ავკრიფეთ, ბიჭებო. მიდი გოგლა. დაიცა, ეს იქნება გზა აბნეულია და წამოვიდეს. ხუდი, სადღაც იქ დავარ და მეორე. უნდა მოვიწიოთ. ვაფშე არ არის შორი. მოხდა. ლევან შენია ძმაო. ბრავო! ლევანჩიკ, ბრავო! საღოლ ძმაო, საღოლ. ძალიან შორი იყო და საკაიფოდ დასვა. მაგრა ესოლა, ძმაო, საღოლ, მართლა შორი იყო. კი, შორი იყო. ყურადღება. საღოლ, კერეს ეგ დაჭრილია ოღონ. სად გავარდი პირველი? მერეც გააკეთე რომელიღაცა. დაუშვი, კერე. ოპა, შენ გაიხარე საღოლ. კარგი იყო. მოდით თქვენ აქ.
ბიჭო, აი ბუნტყლები გაყარა ძმაო, აი ბუნტყლები თო. ლაპარაკი დროსდა? და აი ნახე სად დაჯდა. ხედავ სად დააპასად, კა? არა, ვიდავ. ეხა შენ კი გაქეთ, მაგრამ ამეტას ნუ იზამ, მოდი აქ. იმე დავსაჯეთ, ეგზეკუცია მოუწეთ ფაქტორეთ. ბიჭო, ისროლეთ ეხა. არა, ნუ ეს იქა. აბა წავაი ხალხი. მეორე წამოიღე. რა დასახლებას გავაში. ის გარშემო. შენ როგორ სტრატეგიულად უყურებ? ყველას თავისი პროფესიული ავანტი. თავის პროფესიული ხედვა ყველას, კი ბატონო. აცადეთ. ეს როლეთ. გამოუში. ეს ვისი ლარიანია? თქვენია პატივცემულო? ოპა, კარგად დავარდა. ოჩაღ ბიჭო. რა კარგი ნასროლი იყო ლევან. ოჩაღ. რაც ნომერი იყო, რა. არა ბიჭო. რატო ესონა, ველოდებოდი მე? არა ბიჭო, არა. გიომის როლა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ჩვენანი. დათვლილება გამდენი მოვყავ. 2 იქ აგდია. 3 აქ მოვყავ. 5-6 მოვყავ. კერე ის კაცი არ არის რომ დაიკლოს. ლარის გამო. თან ლარის გამო. ჯიგარი ხარ კერე. ბიჭო, იმიტომ მიყვარს ტრენზე ნადირობა, რომ აი მართლა ხალისიანი გამოიწვია. ხალისიანი არის, აბა რა ბიჭო. მალე სულ მაგას არ ვღაღადებთ მე და შენ რომ ნადირობა მარტო მოპოვება და მონადირება არ არის. პროცესი არის, ძმაო. ანეკდოტი გაახსენდა ალბათ ჩვენს მაყურებელს. პროცესი მიყვარსო და ჩვენც პროცესი გვიყვარს, ძმაო. ლევანია გასული. დაინახეს, მაგრამ მაინც მოდიან, აჰა. კერეს. ხო და მე ამ დროს ვისვრი 6 საათზე, ფაქტურად მოვატყნე გამომივიდა. აი, ეხა ეს უკვე სირცხვილია. მე არ მისვრია. მე არ მისვრია. იყოს ჩვენი სიცხე. მალენ, ეხა მინდა გადავიღო გარედან ეს ჩვენი ახალი საფალტო. აი რა ვიცი, ჩემი აზრი ძალიან დადებითი არის, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ ჩანხარ საფარის უკან. უბრალოდ ცოტა თავი გიჩანს, ამიტომ ცოტა ავამაღლე კუსტარულად. ხო და ანუ შენი ძახი გოგლიო ცოტა კიდე აწევა გინდა ამისი? კი, მე მაგ აი ნახე, აი ეს კონსტრუქცია ზუსტად აი ამას ემსახურება. ეს ხო? კი, ნუ შეგვიძლია არმატურებით, რომელიც მანქანაში მიდევს. დიახ. რა სიმაღლეზე და მინდა აწევ, მე ფოთზე მაგ დათვალა, რა ფოთში დაახლოებით
ასეთი 30 სანტიმეტრი მაინც არმატურა ჩასული უნდა იყოს, იმიტომ რომ ტორფი არის რომ დაიჭიროს რა. ორი კაცისთვის ყოველ შემთხვევაში არის. გამომწერებს ვკითხოთ. მეგობრებო, როგორი არის? დაგვიწერეთ კომენტარებში, ვარგა თუ არა თქვენი აზრით. ბიჭო, ესეთი გუნდები შემოვა ძალიან ბევრი ცეცვა რა. ის შემოვა, აი, იმატებს და იმატებს, იმატებს და იმატებს. აი ხა რო შემოვა, აცადეთ, აცადეთ, კიდე აცადეთ. კიდე აცადეთ და აი ხლა ესროლეთ. აი ბატონებო, აი მოვიდა და ძალიან გთხოვთ ეს ჩამოხსნათ. ერე, რა საკეთე? აში არის. ოპა, კარგად ამოაყირავე, მაგრამ ეცადეთ წყალში არ ესროლო. შორია. შენცი, მარლე, აქ. ბიჭო, ვაზნა არ მიწევს მაგისნი. დედა. გადასარევი, მაგრამ მე რა მაინტერესებს, იცი წყალში ვინ შევა ამად გამოსატანად. მაგაზე ვინმეს გვიფიქრია? კროქსებით არის ვინმე რო შევიდეს წყალში? ანკესი არა გვაქვს? კროქსებს გაქვს. ანკებში არ კროქსები გვაქვს, მე მგონი, ჰა, კერე. აუ, რამდენი მოდის გაჩერდი. გოგა, აუ, რატო ესროლე? არა, 7 ცალი მოფრინავდა. კერე, შენ თავზე, კერე. არა, რა თავზე ძმა. როგორ არა, ტო. კერე, დაუშვი. გამოუში მიწაზე და ოპა! ლამაზად დავარდა. შენ თავზე, კერე. დაიცადე, შემოვიდენა, საცადეთ. წყალში არა. კარგი, არაფერი, კარგია. ე გამოვა და არა, ტალახი არის და ვერ შევალ იქამდე და აქეთ ცოტა რო გამოიწევა, მე მერე ჯოხებით, იმ ტრედის ჯოხებით. კარგია. კარგია, კარგად მოიხსნა. გამო. გარანტირებულად ვიცი რომ ერთი ცალი ჩემი არის. კარგი ხარ. აუ, და მეყოლები. შეგენაცვალე გივიევიჩ, აბა რა. აი მე მინდა რომ აი ხა ეს კადრი გადაიღო ძმაო. კარგი. მეგობრებო, ამით დავასრულეთ ჩვენი ნადირობა. ყოველ შემთხვევაში მე და გოგამ დავასრულეთ, იმის გამო რომ ჩვენ ლიმიტები შევასრულეთ. მართალია ბიჭებს კიდევ დარჩათ რამოდენიმე გასროლის საშუალება და ალბათ ძალიან მალე დასრულდება იმათი ნადირობაც. კი, მაგრამ მოდი აღვნიშნოთ ისიც, რომ ჯამში ძალიან კარგი დღე იყო. გადასარევი. დილიდან მოყოლებული, ჩვენი მაყურებელი ან იხილავს, ან უკვე იხილა თუ რატომ ვიყავით დილით დაკავებულები. გახდით მანგლისში, ეროვნულ პარკში, ველური ბუნების სააგენტომ გაუშვა ხარირმები და სხვათა შორის ვისაც არ გინახავთ, ჩვენ ეს გვიდევს Facebook-ზე და შეგიძლიათ იხილოთ. ასე რომ და გადაცემას როდის ვაჩვენებთ? აი არ ვიცი, მაგას ვამბობ, რომ ან ამ ნადირობამდე, ან ამ ნადირობის შემდეგ დიდი მნიშვნელობა არ აქვს იხილავს ჩვენი მაყურებელი. მაგრამ თუ გამომწერია, მარტო იმ შემთხვევაში იხილავს. წინავე შემთხვევაში ინფორმაცია არ მოგივართ მეგობრებო. ამიტომ გამოიწერეთ არხი, ინადირეთ ჩვენთან ერთად და მე და მარლენი ყოველთვის ვეცდებით, რომ საინტერესო სტილით ნადირობები შემოგთავაზოთ. მეგობრებო, მოგიწოდებთ ყველას, არ დაიზაროთ ხოლმე და თქვენს მიერ გასროლილი მასრები აკრიფოთ ხოლმე. ბუნება არ დავანაგვიანოთ შეძლების და გვარად.
ძალიან საინტერესოდ გადავწყვიტეთ დამთავრება. მოვილაპარაკეთ ბოლოს რომ გადავითვალეთ რომ თითო მონადირემ დავიკელით ლიმიტზე თითო რა, ანუ 10 ცალის აღების საშუალება რო ქონდა 9 გადავინაწილეთ რა. ამიტომ 60-ის მაგივრად მინდა გითხრათ რომ არის 54 მონადირებული ეგზემპლარი რა. და რატო ამახვილებთ ამაზე ყურადღებას მეგობრებო, გეტყვით რომ უბრალოდ მოწოდება არის ესეთი მეგობრული რომ ვეცადოთ ნორმის ფარგლებში ვინადიროთ ხოლმე და რა ვიცი, ასე ვფიქრობ რომ ამით შეიძლება ნახდოთ ბუნების გადარჩენაც. მე მგონი მეტი ნამდვილად საჭიროებას არ წარმოადგენს, დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ყველას სავახშმოდ ეს გვეყოფა. და მაყურებელსაც შევთავაზებთ ალბათ კულინარიას, რაიმე საინტერესოს მოვიფიქრებ შენ. ტრედი კატლეტის თუ კატლეტი ტრედის. რაღაცა ხო, მოკლედ ეგეთი რა, კატლეტი. მოკლედ გადავწყვიტეთ. ძის ბაგიევსკი, მალენის იდეა იყო რომ გავაკეთოთ კატლეტიო და მე მგონი ძალიან საინტერესო დღეს და ცოტა ხანში შემოგთავაზებთ ტრედის კულინარიასაც. დარჩით, ვიყურეთ, გამოიწერეთ არხი მალენ და ინადირეთ ჩვენთან ერთად. კარგად იყავით.